გამომცემლობა ინტელექტის წარმომადგენლები ახალქალაქის რაიონს ესტუმრნენ. მათ სოფელ ოკამის პირველი და მეორე საჯარო სკოლები მოინახულეს და მოსწავლეებს საჩუქრად 3 გამომცემლობის ინტელექტის, დიოგენესა და არტანუჯის მიერ დაბეჭდილი წიგნები გადასცეს. გამომცემლობა ინტელექტის დირექტორის კაჰა კუდავას განმარტებით აღნიშნული აქციით მათ განათლების სამინისტროს წინააღმდეგ პროტესტი გამოხატეს. მისი თქმით, სამინისტრო გამომცემლობებსა და ავტორებს ინტელექტუალურ საკუთრებას ართმევს. ეს არის პროტესტი და ქველმოქმედება ერთდროულად, განაცხადა კაჰა კუდავამ. განათლების სამინისტრომ ქართველ გამომცემლებს წაართვა საავტორო უფლებები და ინტელექტუალური უფლებები და ჩუქნის უფასოდ სხვის დაბეჭდილი წიგნებს, სხვის გამოცემული წიგნებს, ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ ჩვენი წიგნები, ჩვენივე დაბეჭდილი წიგნები, ჩვენი ხელით გადაგვეცა ბავშვებისათვის. ჩვენ გვაქვს შეტანილი რამდენიმე სარჩელი სასამართლოებში, გუშინ შევიდა საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი და ჩვენი ბრძოლა, სამართლიანი ბრძოლა გაგრძელდება. გამომცემლობა ინტელექტის წარმომადგენლებმა წიგნების გარდა პირველ და მეორე საჯარო სკოლას საჩუქრად მოძრავი ამბანი, პერიოდული სისტემები, პლაკატები და მასწავლებლებისათვის მხატვრული ლიტერატურა გადასცეს. აქცია პროტესტ სოფელ ოკამის ქართულენოვანი პირველი საჯარო სკოლის დირექტორი ანზორ მიქელაძეს ეხმაურება. იგი გამომცემლობის მიერ საჩუქრად გადაცემულ წიგნებს სკოლის მოსწავლეებისათვის მნიშვნელოვანს უწოდებს და აღნიშნავს, რომ სახელმძღვანელოებს სკოლა 2013-2014 სასწავლო წლისათვის აუცილებლად გამოიყენებს. იმედია, სხვების გამოგვეხმაურებიან, მოგვაწვდიან კიდევ სხვა სახელმძღვანელოებს, გარდა სასწავლო წიგნების ამ მხატვრულ ლიტერატურას მოგვიტანენ. იმდენად ვიხელმძღვანელებთ, რამდენადაც ჩვენ გრიფირებულ სახელმძღვანელოებში გვაქვს მითითებული ამ წიგნების ნუსხა, აი ზუსტად ისე ვიხელმძღვანელებთ. სკოლის მოსწავლეებისათვის წიგნების ჩუქრება დიდი შეღავათია, ამბობენ მშობლები. ადგილობრივები ირწმუნებიან, რომ გასულ წლებში სახელმძღვანელოების ყიდვას უსახსრობის გამო ხშირად ვერ ახერხებდნენ. დიდი მადლობა მინდა გადაუხადო თითოეულ გამომცემლობას და მინდა გითხრათ, რომ ეს ძალიან დაგვეხმარებით ამით, მნიშვნელოვანი არის, დიდ შეღავათს გაგვიკეთებთ, რომ უფასოდ დარიგდება წიგნები. დღევანდელი დღე ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ უფასოდ დაგვირიგდა წიგნები და ჩვენ შევძლებთ უფრო კარგად ვისწავლოთ. რამდენად გამოიყენებენ სოფელ ოკამში მცხოვრები მოსწავლეები სასწავლო წლისათვის საჩუქრად გადაცემულ სახელმძღვანელოებს უცნობია. შეგახსენებთ, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2013-2014 სასწავლო წლისათვის საჯარო სკოლების მოსწავლეებისათვის სახელმძღვანელოების დაბეჭდვა, შეპესე ფავორიტ პრინც, ფორმას, სეზანსა და MWP-ს დაუკვეთა. 1,5 მილიონი სასკოლო სახელმძღვანელო უკვე დაბეჭდილია. საქართველოს სკოლებისათვის მისი გადაცემა 15 ივნისიდან ეტაპობრივად განხორციელდება.